ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემავალი მყარი ნარჩენების მართვის კომპანია მართვაში არსებულ 51 რეგიონულ ნაგავსაყრელს გააუქმებს. Როგორც კომპანიის ხელმძღვანელის მრჩეველი ხათუნე ჩიკულაძე აცხადებს, ამ დროისთვის უკვე შეჩერებულია 14 ნაგავსაყრელის ფუნქციონირება. მისი თქმით, საბოლოო ჯამში რეგიონებში ყველა ნაგავსაყრელი გაუქმდება და იქნება მხოლოდ რეგიონული ნაგავსაყრელები. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ პროექტს იმერეთში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე EBRD-ის ძალიან მალე აშენდება იმერეთში, ამაზე KfW მუშაობს, უკვე გამოყოფილია თანხები, მიდის მოლაპარაკება EBRD-ზე, რომ ქვემო ქართლში იყოს რეგიონული ნაგავსაყრელი, ასევე იქნება ყველა რეგიონში, ასე რომ ყველა არსებული 51-ვე დაიხურება უსაფრთხოდ, მისი მოვლა და მონიტორინგი გაგრძელდება იმ კანონმდებლობით, რაც იქნება შემუშავებული და აბსოლუტურად თანხვედრილია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ეს ახალი ნაგავსაყრელები იქნება თანამედროვე ევროპული, ოღონდ რეგიონული მასშტაბის